ესე იგი ზამთარში დაიყარა მარილი. ნუ არ ვიცი მარილი როგორ არის, რამდენად შეესაბამება ეს გამოთქმა, მაგრამ მარილს ეძახია, რომ აი ეს ახლა გზის პირებზე ეს რო არის, აი ხრეში რო ყრია, რა ვიცი რა ნომერი არის, ქვები ყრია ლამის, დაყარეს. აი ხედავთ რომ ეტყობა კიდე რა. ხო და მოტოციკლეტით ხო გასაგებია, რომ აი ძალიან დიდი დისკომფორტია და აქტიურად ვერ დადიხარ წესიერად. ნახე სად არის აი. როდემდე უნდა ეყაროს გზაზე ეს ხრეში. ან რატო ყრით ამ ხრეშს, არ ვიცი, აი რა დაგიშავეთ. ან თქვენ რატო ისარჯებით? ხო უნდა კონდეს რაღაცას აზრია რა. ანუ რატო უნდა გააფუჭო ძალით საქმე რა? ის თოვლი მეორე დღესვე ადნადა. ეს ხრეში კიდე ყრია და ხრეშზე მოცურდები თუ თოვლზე იმდენად ვერ მოსურდები, იმიტომ რომ ნელა დადიხარ რაღაცა სიფრთხილეს იჩე რა და ეს ხრეში არა ჩანს. ადამიანი მიდის შქარა და ამ დროს მოცურდება და არ ვიცი, შეიძლება ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ დაიმტვრეს და ცუდ შემთხვევაში შეიძლება წერილი წაიღოს რა. არ ვიცი რატო ვინ გააკეთა. რა ვიცი, ხო არის მანქანები რაღაცა სახვეტი რო ყრის ამ კენჭებს გზიდან. არ შეიძლება გაიწმინდოს, ესე უნდა იყოს, ესე იგი სანამ ზაფხულის კოკისპირული წვიმები არ გადარეცხაოს თუ რა ლოგიკა არის და მაინც ხო რჩება ნაპირზეა რა. აი ნახეთ რამდენი ხრა, ნახეთ რა, არ ვიცი რა. აი არ მოკლედ აი ვისაც რამე მშენებლობა თუ გაქვს სახში, აგერ გარეჯისკენ რომ მოდიხართ, გარეჯისკენ მომავალ გზაზე ხრეში ყრია ოპტომ. შეგიძლია წაიღოთ და აგე ნახე რამოდენა არის, შეხედეთ პროსტა. აი იმას არის, გორა არის რა, გადავახტი ფაქტიურად. რავი, სახლი თუ გაქვთ ასაშენებელი გარაჟი ვინმეს, ბატონო აგერ არის ხრეში და წაიღეთ რა. ხო არ შეიძლება ესეა რა. რა მასხარაობა არის, რავი რა. ახლა მე ვიცი კიდე კაი ხო, მაგრამ აგერთი ბაიკერი შემხვდა იქ საგარეჯოსთან გაჩერებული ვიყავი გამოსასვლელში პასიოლკასთან და მეუბნება რომ იქით არ წახვიდეო ძმურათო რა, ისეთი ხრეშიაო რომ ავი არ გინდაო რა. იყავი გარეჯში იყავი? ბოლომდე არ ჩავედი, მოვტრიალდი. ხრეში ყრია ხო? არა, მე იქ ხო არ წახვიდეო კაცმა ესეთი რაღაცა ვიყო. უნდა იყოს არა რაღაც ადამიანური დამოკიდებულება. რაღაცა დაყარე, ახვეტე მე წაიღე რა ეს ხრეში რა. ან არ დაენანა თქვენსო რა იყო რა. ესეთი გამეტული ხალხი არ მინახია, სხვა რაღაცებში იყავით გამეტული რა. ცოტა ისე გამოდის, არავის კი არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რა ვიცი, აი რასაგავს ეს უბრალოდ ვერ ხვდები რა. აი რაღაც თითქოს დაქცინიან, დაცინვასავით არის რა. მოსახვევში ალამისა გადმოვიდე მოტოციკლეტიდან რა, არ მომისრიებდეს რა. რა დავაშავეთ ასეთი, არ ვიცი, აი რატო დაგვსაჯა ესე იგი. არ ვიცი ვინ დაყარა, გამგეობა თუ რა ვის დაყარა რა. რატო დაგვსაჯეს ვერ გავიგე. მოგეთ ესეთი სიტუაცია არის. იქნება ვინმე გაასუფთავოს ეს გზებით, ან ფუჭდება ჯერ თუ გაფუჭდა და ეს ბალახი რო გადმოსული არის და იმაში რო არის, სუის ლექსი მახსენდება ხოლმე ზაფხულში ეს ბალახი. ახლა აქეთ არ არის, იქით უფრო ბევრი არის გარეჯისკენ. აი როგორ არის ბალახი, ნახე აი ეხლა გახმა და ისე თორე ნახე აი როგორ არის გადმოსული რა. აი იქით თუ არ ესათ არის. თან დიდი იზრდება რა და აი ანა კალანდაძის ლექსი რო არის.
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა ლამის წელზე შემომხვიოს ხელიო ესე რომ მივდივარ აი ეს ბალახები მოკლედ აი მედება წელზე მეხვევა აი ლამისა გავიმპლანტო ხოლმე რა და აი რაღაცა ამაზონის ჯუნგლებში მგონია თავი რა ვიცი რა ყველას ფეხებზე კიდია ეთყობა თუ მარტო მემაწუხებს არ ვიცი ვეო თუ მამე ვინა ვარ ვეო კი მეცინება მაგრამ რა ვიცი ხო ვიღაცა რომ წაიქცეს ხო არა გაეხლა ეგ რომ ცოტა ჩქარა რომ ჩახვიდე ნახე ეს აი საკმარისია მოტოციკლეტისთვის რა აი ლეწები ხრეში ყრი ოდნავ გადახვალ მოგაცურებს და რა ვიცი იგორავები ვინ არის შენი პატრონი ახლა ვინმეს მოიკითხავ თუ რა ახლა მიხვალით ყი რომ აი თქვენ დაყრივ ხრეშზე მოუსრიალდი და ახლა მომხედეთო მეტი არ იყოს შემიტერი რა შეიძლება რა რაღაცებს ხო უნდა მიეხედოს რა ავიცი ევროპული სახელმწიფო და ყვავის კლინზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო ეგრე ჩვენი საქმე ადამიანს მაგ ხელაჭკუა ხო უნდა კონდეს რომ ამ ხრეს რო დაყრი ახლა 50 ტონა ხრეს რო დაყრი პირობითაც ვიზახი არ ვიცი რამდენი იყო სად უნდა წავიდეს ხო ჩიტი წაიღებს ჰაერი ზოგი იტყვის რომ ნელა არა შეიძლება რაღაცა twin fruit უნდა იტყვის რომ მანდო ნელა უნდა იარო ეო და ნელა და ნელა რაც არ უნდა ნელა იარო ლამისა გადმოვიდა აი ხრესზე რომ გადაგიწიოს ხო აი 20-ითაც მოგასრიალებს რა ნახე აი 17-ით შევდივარ რა 17-ს აგო 15-ით თან განაეხლა დაყარეს კაცო განა ახალი დაყრილია რავი ამდენი ხანია დაყარეს და არ გადადის ესე ადვილად არ სუფთავ თავის როგორ დასუფთავდება რავი თვეები უნდა და